Საომშვიდობის მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ არ არის დაფარული რომ არ გაცხადდეს და დღეს ძალიან საინტერესო რაღაც ამოტივტივდა, რომელიც კობახიძის ბრიფინგიდან იქნა ემასქნილი რა ქვია წარმოშობილი. ამიტომ ნამდვილად არ შემეძლო ამ ყველაფრისთვის გვერდი ამეარა. იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ეს ყველაფერი ჩვენს უახლეს ისტორიას უკავშირდება, რომელშიც მეც ვიყავი აქტიურად ჩართული, ნამუხვან ჰესის ამბებთან დაკავშირებით და ზოგადად ჰესების საკითხთან დაკავშირებით და მინდა რომ ჩემს აუდიტორიას გაუზიარო ეს ყველაფერი თურმე ძაღლისთავი რაში ყოფილა დამარხული, რაც იქ ადგილზეც ისმოდა ეგ ყველაფერი, მაგრამ მყარი მტკიცებულებები არ არსებობდა, დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი გამოჩნდა აგერდა ეგრეთ წოდებულმა პრემიერმა მისი ესე რომ ვთქვათ პირით აღიარა ყველაფერი, რომ თურმე საბოტაჟს ჰქონდა ადგილი. საბოტაჟი კიდე ეს თვითონ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან შიგნით ჩაბუდებული ესე რომ ვთქვათ მოხელეები, ჩინოვნიკები მიზანმიმართულად ახორციელებენ რაღაცის შეფერხებას, რაღაცის გაფუჭებას, რაღაცის ხელის შეშლას, პრაქტიკულად მოწინააღმდეგის დივერსიული საქმიანობის ხელშემწყობას, ღალატს მოდი რა, ესე მოკლედ რომ ვთქვათ და ესე იგი თურმე ნამუხვანის პროტესტებთან მიმართებაში თურმე საბოტაჟს ჰქონია ადგილი. აი ახლა კი უფრო და უფრო მეტი იმიტომ რომ თურმე ვიღაცას წილი უნდოდა თურმე ამ ყველაფერთან მიმართებაში რა. საერთოდ როდესაც ასე ბინძურ მე მინდა უთხრა იმ სუსის ვირთხებს, რომელი ვირთხებიც ძალიან ჩართულები არიან სამოქალაქო პროტესტების მართვაში და ზოგადად ქვეყნის ცხოვრებაში, რომლებსაც უნდათ რომ ეს ქუჩის მართვიდან გამომდინარე ხალხის განწყობა შექმნან. თქვენ ხართ ძალიან დიდი ნაძერალა და ვირთხა ადამიანები რა. თქვენ ხართ პირველი მოღალატეები საქართველოში. ვინც ამას აკეთებთ და ვინც ამ ყველაფერს ახორციელებთ, იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ თქვენი დამსახურებით საქართველოში ჯანსაღი პროცესები არასდროს არ შეიქმნება, არასდროს არ მოხდება. აი, მიტო არის, რომ არც ერთი პროტესტი რეალურად ხალხიდან არ არის წარმოშობილი და ხალხიდან წარმოშობილ პროტესტს ამიტო არის, რომ ვიღაცეები მიეტმასნება თავში და მე ეს პროტესტი გადაიზრდება სულ სხვა რაღაცაში და შედეგის მაგივრად მთავრდება სხვანაირად. მოკლედ, ჩემო კარგებო, მოდი ახლა შორს რომ არ წავიდეთ, ჯერ მოვისმინოთ ამ ვაჟბატონმა რა რეები წამოროშა. მოდი ვნახოთ ახლა, ვისაც არ უნახავს ამის საათნახევრიანი ბრიფინგს დამაწყევარმა უსმინა, მაგრამ აი კონკრეტული მომენტი. კონკრეტული შემთხვევა იყო, როდესაც ინვესტორს გამოუყენეს მოსახლეობა და ვიცით ვინ გამოუყენა მოსახლეობა, მიზანი იყო წელში ჩაჯდომა. იყო შემთხვევები, როდესაც ელექტროენერგიის რაღაცა ჩართულ კომპანიებს ჰქონდათ ინტერესი ჰესი არაჩვენებული იყო და ისინი წამობილიზდნენ. ძალიან ადვილია საქართველოში უცხოეთ შეგიძლია 50 კაცი დაამობილიზო და ჩაშალო სხვადასხვა ტიპი ადვილი იყო ჩაგეშალა ასეთი ტიპის პროექტები, აღარ არის ეს ადვილი. აი ჩემო კარგებო, აი რაშიც არის ძაღლისთავი დამარხული. ეხლა როგორც იქნა წამოწდათ ამ საბოტაჟთან დაკავშირებით, რომ ესე იგი თურმე ყოფილა რაღაცა ძალა დაინტერესებული, რომელიც წილს ითხოვდა დიახ. ეს მაშინაც იქნა გავრცელებული ეს ყველაფერი, პირდაპირ ისმოდა თვითონ ეგრეთ წოდებული მცველები რო იყვნენ ეგ ვერ ხუშკა რო იყო მაგათის ვარსკვლავთ ბიჭუნა, რომელმაც ნამუხვანის პრობლემა მოაგვარა და მე რო არსად არ ჩანს ეს კაცო ნამუხვანის იქეთ რომ საქართველოს და ქართული მიწა რო არა აინტერესებს და ადარდებს და არაფერი რო არ ადარდებს და ღმერთ კაცად რო ყავდათ შერაცხული გახსოვთ. როდესაც დავდიოდით ნამუხვანის პროტესტებზე, ვერაფრით ჩვენ ამ ადამიანს ვერ ვათქმევიეთ, საქვეყნოდ ვერ ვათქმევიეთ საჯაროდ, რომ ნამუხვანის ჰესის მშენებლობა უნდა შეჩერდეს და პროექტი გაუქმეს და წავიდეს. არასდროს გადაახვიეთ. ნახეთ ეს ყველაფერი. ესენი არ ითხოვდნენ, ხალხი ამას არ აქცევს ყურადღებას. ესენი არ ითხოვდნენ მაშინაც, რომ ესა რა ქვია,
ჰესი შეჩერებული იყო, პროექტი გაუქმებული იყო და გასული. ისინი ითხოვდნენ რას? ამათ ჰქონდათ პრობლემა ინვესტორთან. ინვესტორი დებს ფულს და ჩვენ გვინდა სამართლიანი ეკონომიკური, ესა ენერგეტიკული პოლიტიკა. და ამაზე იყო ატეხილი, ამაზე აიყოლიეს ხალხს უნდოდა რომ ეს ჰესი არ აშენებულიყო, ამათ ჰქონდათ თავისი გეგმა, შექმნილი იყო ესეთი ხელოვნური ჯგუფი წმინდანების, რომელიც წმინდანებიც, რა ვიცი, ჯერ თვითონ იმედი აპიარებდა, მე ეს ტევე პირველი აპიარებდა, ეს სრული ლიდერები და ეს ხალხი პირდაღებული უყურებდა, რომ აი ღმერთო როგორც იქნა გამოჩნდა ერთი ღვთისმიერი ადამიანი და ეს გადაარჩენ საქართველოს და ესე. მაშინაც გქონდა ჩვენ ეს ინფორმაცია, რომ ეგრეთ წოდებულ ინვესტორს, რომელიც ინვესტორიც სინამდვილეში იყო კოლონიზატორი საქართველოში, რომელიცაც 99 წლით ჰქონდა აღებული ჰესის მშენებლობა და ამ ჰესის მშენებლობაში თავისი პირობები ჰქონდა დადებული, დეფო მილიარდსო იქ მშენებლობა უნდა 99 წლით დენ სადაც მინდა იქ გავყიდიო. და მაშინ გამოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩუმად გამოჟონა ეს სანდო წყაროებიდან, რომ ეს პროტესტები რაც იქ იმართება სინამდვილეში ითვალისწინებს სულ სხვა აზრს. და ეს სულ სხვა აზრი რა იყო? ეგრეთ წოდებული ენერგოპოლიტიკის, სამართლიანი ენერგოპოლიტიკის სახით ქვეყანაში უნდა მომხდარიყო რა? ქვეყანაში უნდა მომხდარიყო, ჩემოკარგებო, შემდეგი რამე. ჰესი უნდა დარჩენილიყო, უბრალოდ წილი უნდა გადასულიყო ვის ხელში, იცით? ჩხარტიშვილის ხელში. ვანო ჩხარტიშვილის ხელში. ეს ის წმინდანი ვანო ჩხარტიშვილი არის, რომელმაც წმინდანმა ვანო ჩხარტიშვილმაც გაძარცვა ჩვენი უფროსი თაობა, ჩაედო ჯიბეში ყველაფერი, გააშიმშილა, გააძვალტყავა, თუ რამე ფული იყო კომუნისტების დროს ბანკებში შეტანილი, ჩვენი ბებიების, ბაბუების, მამების, ეს ყველაფერი ვანო ჩხარტიშვილმა შეჭამა. და ვანო ჩხარტიშვილის ჯიბის ქალი იყო თურნავა, ჯიბის ქალი. მე ძალიან კარგად ვიცი ეს ყველაფერი. იქ ეგდო თურნავა იყო მაშინ ეკონომიკის მინისტრად. და ის ლობირებდა ამ ყველაფერს. და აქ ამაში იყო მთელი საქმე, რომ წილი უნდა გადაცემოდა ვანო ჩხარტიშვილს. რაც არ დათმო თურქმა კოლონიზატორმა, არ ვამბობ რომ ის იყო ინვესტორი, და ამის გამო ადგნენ და გაუქმნენ ეს პროექტი. აი აქ არის ძაღლისთავი ჩამარხული და აი ნებისმიერი ის პროტესტები, რომელიც ჩარჩოდან არ უნდა გასულიყო და ვითომ კანონის ფარგლებში უნდა ყოფილიყო და ეს აი ასე ატყუეს ეს ხალხი. ეს მე მაგ იმ გულანთებულ ადამიანებზე ლაპარაკი, რომელი გულანთებული ადამიანებიც იქ იყვნენ და თავდადებით ნამდვილად იბრძოდნენ იმისთვის, რომ ჰესი არ აშენებულიყო. აი ჩემოკარგებო, აქ იყო ძაღლისთავი ჩამარხული. სინამდვილეში თურქ ინვესტორს ეჩალიჩებოდნენ მაყუთის გამოყოფაზე. ამაში იყო საქმე, წილის გამოყოფაზე. და აი ამ წილებს, როდესაც დაიკმაყოფილებდა ვანო ჩხარტიშვილი და ქოცები, მაშინ მიცემდნენ ამ ყველას, თურქებმა ეს არ გააკეთეს. არ გააკეთეს ეს და წავიდნენ და იჭივლეს. წავიდნენ იჭივლეს, იმიტომ რომ მეტი გემრიელიათ შეუძლიათ ფული დაახიონ სახელმწიფოს. რა მოხდა 2-3 წელიწადი მოიციან, არც ფულის ჩადება დაჭირდება, სასამართლო დავას მოიგებენ, ისეთი პირობებზე ქონდათ ხელი მოწერილი ამათ. საერთოდ მონური პირობები. არ ვიცი ახლა ეძიეთ თქვენ გახარია მოაწერა, იმან მოაწერა, თავიდან ქოცები ძახოდნენ მიშა მოაწერაო, ახლა მე გახარია მოაწერაო, ღარიბაშვილი, ეს თქვენ ეძიეთ ერთმანეთში. ეს თქვენ ეძიეთ ერთმანეთში. დადგებიან ახლა თურქები და საერთოდ არაფერს არ გააკეთებენ და ფულს დაახევენ საქართველოს და დაბრალდება ვის? ჩვენაირებს დაბრალდება, რომ თურმე არ აშენდა. სინამდვილეში რატო არ აშენდა ნამუხვანჰესი? რატო არ აშენდა ნამუხვანჰესი? იმიტომ არ აშენდა ნამუხვანჰესი, თურქებმა წილები არ დათმეს. ამისთვის იყო ეს ჭიდილი. და ეხლა ეს ძაღლიშვილი რაზეც გამოვიდა, რო იცოდეთ. ეხლა მინდა გავაფრთხილოთ სვანეთის მოსახლეობა. და მინდა უთხრა ყველას, განსაკუთრებით ნესკრაჰესი სადაც ხდება და განსაკუთრებით სადაც ხუდონი ხდება. იმიტომ ეს ორი დიდი პროექტი არის. ახლა ნესკრას შემთხვევაში თუ არ ითვალისწინებს აყრას და გადასახლებას ხალხისას, იქ ბევრი რაღაცები სახიფათოდ დგება და რაც შეეხება ხუდონს, ხუდონმა საერთოდ უნდა იქ მოსახლეობა უნდა აყაროს და ისე უნდა რაზე დაფიცებული აქვს ხატზე მოსახლეობას. ჩემოკარგებო, აი ეს ყველაფერი სვანეთში რეიდები შემთხვევით არ დაწყებულა. დღეს მაინინგის გამო დაიჭერენ ხალხს, ხვალ მრიცხველებს დააყენებენ და ეს აუცილებლად ასე იქნება. ზეგ ტრაქტორებს მოაყენებენ და ზეგ მოაყენებენ სპეცრაზმს და დაიწყება ძალით ეს ყველაფერი. რომ სვანეთში დაიწყება ჰესები, იმიტომ რომ დღეს მსოფლიოს ენერგეტიკა
ენერგეტიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტი მოთხოვნადი არის, ამიტომ ამათმა გაუგეს გემო, აი ფულის შოვნის სტანდარტს, რა თქმა უნდა, მოსახლეობას არაფერი, რა თქმა უნდა, ხალხს არაფერი, თვითონ უნდა იშოვონ ფული. და აუცილებლად, აი დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, თუ ეს გარდაუვალი არის. 35 პროექტია საერთოდ სვანეთში დაგიგმილი. 35 დიდი და პატარა ჰესები ერთად აღებული. იმ ნამოხვანსაც, როდესაც სასამართლო დავა დამთავრდება იქ, აუცილებლად ააშენებენ იმ ნამოხვანს და ენკას ერქმება ბენკა. და მე უკვე აღარავინ აღარ გამოვა ქუჩაში ამ ყველაფრის გასაპროტესტებლად. აი ეს გაკეთდა. და რო იცოდეთ, აი გავა დრო და აი დაიმახსოვრეთ თქვენ. წმინდანად შერაცხული მაცხოვრად იმას ხო ადარებდით, იმას ღმერთო ჩემო უფალს როგორ გავს და კარავში ეძინა და ასე იყო და ისე იყო. აი ეს უბედურება მოიტანეს. მე მინდა გითხრათ, აი ალალად, იმიტომ იქ ვიყავ მე და მოხარშულად ვიცი იქ რა ხდებოდა. მოხარშულად ვიცი. არც ამოსულან თურნავასთან სალაპარაკოდ არც ამოსულან ზემოთ. არც ამოსულან ზემოთ სალაპარაკოდ. იქ მე და ჩემი მეგობრები ვიყავით, რომლებსაც მოღალატეები ვეძახეთ, ვაგინეთ, ლანძღეთ და იძულებული გავხდეთ. მე წასულიყვნენ და იქ შეხვედროდნენ და ჩახვდებოდნენ. მაგ ნამოხვანის ცველებს იქ ფეხი არ ამოუდგია შეხვედრაზე. ჩვენ ვიყავით იქ. ამაში იყო საქმე. არ გააძღა ჩემო ძმაო, რა გააძღობს ფაშისტს, ახლა ჩხარტიშვილი ნაძირალა ვირთხა, რომელიც არის ჩვეულებრივი ვეშაპი, რომელიც არის ჩვეულებრივი აი ამერიკელებს აქვს ეს ვოლ-სტრიტის ზვიგენიო, ესეთი ისა რა ქვია. რა გააძღობს იმას ფულის მეტი, არაფერი არ აინტერესებს. გაძარცვა მთელი ქვეყანა, გულაოს მისი უჯიშო შთამომავლობით არის, კარგად აგერ ლონდონში ცხოვრობს. ხო და ფეხებზე კიდია რა დანარჩენი, კაცო კოლონიზატორია ადგილობრივი ჩვეულებრივი, რა გააძღებს, რა ახლა მაგათი ეგოს დაკმაყოფილებას თუ ელოდები, ადამიანი არის ღორის ბუნების თუ ზნეობა იმას არ გააჩნია. აი მან იცის ჭამა ერთი გამოთქმა ასეთი ღმერთმა ადამიანს უთრაო და აი რა წადიო და მიწა შენი რამდენიც კი და იმდენი იყოს და ირბინა ადამიანმა და გაუსხდა გული, დაეცა კუდება და ხელი გადაწია კიდე წინ, რომ ისიც ჩემიაო. აი ამ ბუნების კაპიტალისტების ხელში. ჩემო ძმაო, რა ასიკეთეს ელოდებით ქვეყანაში. აი ესენი თქვენ ბიზნესმენები გგონიათ, ესენი გგონიათ რომ ამათმა შრომით შექმნეს ფული? ესენი ის ხალხი კი არ არიან, რა ქვია, ვიღაცამ რაღაცა გამოიგონა, ვიღაცამ რაღაცა შექმნა და ამით იშოვა ფული. ესენი არიან ძარცვი, ჩვეულებრივი ველური დასავლეთის, ესენი რო იყვნენ ოქროს მაძიებლები და მცარცველები და ყაჩაღები და იშოვეს ფული და გახდნენ მონოპოლისტები. ეს ხალხი არის, ამასთან აკავშირებს საქმე. და ამაში არის საქმე, წილები ვერ გაყვეს ერთმანეთში და მოხდა და ახლა მოსახლეობა უნდა გადაიხადოს ის 1 მილიარდიც კიდე ჩვენ გვეტყვიან და თქვენი ბრალიაო, რატო იდექითო იქ? იქ რატო იდექითო? ხალხს დააბრალებენ კიდე თავიანთ ამ გაფუჭებულ საქმეს. და ახლა ამ ნაცებზე და ამაზე ლაპარაკი არ მაქვს, საერთოდ არ მაქვს ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ამას საქართველოს ყოველთვის ფეხებზე ეკიდათ, საერთოდ ნახევარი საქართველოს თურქებზე გადაცემა უნდათ და აზერებზე უნდათ გადაცემა თავის მოქალაქეებით და ემით და ახლა ოპოზიცია არ ყავს ჩვენ ქვეყანას და არც გვეყოლება არასდროს და რაც შეეხება ახლა აი ამ ადამიანებს, აი ელემენტარულს გეტყვით რა, აი უბრალოდ შეხედეთ ერთი რაღაცა მინდა გაჩვენოთ. აი როგორი მონური ფსიქიკის უნდა იყოს ადამიანი, დღეს გამოვიდა ეს ვაჟბატონი ამ ბრიფინგის პერიოდში და ბიძინა ივანიშვილი, ეს გროს მაისტერი, ეს სხვა ლაპარაკა, მაგრამ ეხლა რაღაცა მინდა გაჩვენოთ უბრალოდ და აი თქვენ თვითონ შეგექნება წარმოდგება ზოგადად აი ამ ფსიქოლოგიის ადამიანებთან გაქვთ საქმე რა, აი შეხედეთ გავუსვინეთ ელემენტარული ერთ ბრიფინგს ბატონმა ბიძინა ივანიშვილის რამდენჯერმე თქვი და ერთხელ კიდევ მინდა აღვნიშნო რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი მას ბატონმა ბიძინა ივანიშვილის ბატონი ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის რაც ისევ და ეს ბატონი ბიძინა ივანიშვილს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მის ოჯახსაც ვერცის და ვერც მისი ოჯახი ბიძინა ივანიშვილის მაგ დასასრულს კიდევ ერთხელ აღნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილს მას რაც არაერთხელ მithქვამს ბატონი ბიძინა ივანიშვილის აი ჩემო კარგებო აი სტატისტიკურად შეხედეთ ახლა დააკვირდით როგორი მონური ფსიქიკის არის 9 წუთში
9 წუთში ადამიანმა 28 ჯერ ახსენა მისი ბატონი. 9 წუთში. ეხლა ეს ასეთი მონური ფსიქიკის ადამიანები ოდესმე ქვეყანაზე იფიქრებენ, პირველად თუ ბიძინა ივანიშვილზე იფიქრებენ. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილზე და მის ნებაზე იფიქრებენ და ამ კაც კიდე არა მოვიდა ყელში. ბოლო ბიჭო, რამდენ კაის მე რომ იწერენ კომენტარებში, მე არ სიამოვნებს ადამიანი, უკვე ამდენი ქებიდან და იმიდან მე თვითონ თავი რაღაცა მგონია ხანდახანდა. ამათ ბიჭო, ყველა მლოცველი რამანია ამ ადამიანს, ბიჭო, ეს ხალხი ასე მონატყავდეს ქართველიერი და ასე იძახდეს და ასე წიოდეს და ასე კიოდეს. მე არ ვიცი ძმაო, ეგეთი რაღაცა, ეს ფულთან ერთად და ყველაფერთან ერთად ეს არის ზიზღი და სიძულვილი ქართველი ერის, რომლის აი ესეთი მონობა ამ ადამიანს სიამოვნებს. აბა ახლა მე ხო არ მეცოდნებოდა ქალბატონო სოფია, მე საიდან უნდა მცოდნოდა მაგ ყველაფერი. მაგენი იძახოდნენ სიმართლე გითხრა იმას, რომ ეს მაგენი მეთაურობდნენ მაგ ყველაფერს და ეგენი იძახოდნენ იმას, რომ არა, ესე კი უნდა აშენდეს, მაგრამ ჩვენ გვინდა ისა, რა ქვია, სამართლიანი ენერგოპოლიტიკა. ამას ვითხოვთ, ასე ვითხოვთ, ისე ვითხოვთ, როცა იყო შეხვედრა იქ ფეხი არ ამოუდგიათ. იქ არ ამოუდგიათ, მე და ჩემი მეგობრები ვიყავით, თელი სუსი და ის იყო ამოსული, ლამის იყო იმასკეს, რა ქვია, იქ დაგვიჭირეს იმაზე. აბა ეხა მიდი ეხა შენ და დაუძახე ერთი მინისტრს პირისპირ, დაუსაბუდე და უთხარი, მოღალატე ხარ და უნამუსო ხარ. მიდი ერთ გამოვიდეს ვინმე. ესენი შენი ჭირიმე შენგენ აცვალე მონატრებული იმასავით, რა ქვია, დეიდაბიძიები ვითაყვნენ, ყველა ერთად იყო ჩართული ამ წილების გაყოფაში. ასე იყო, ეს ახლა ეს ამას რაც თქვა, ამას ეს უბრალოდ წამოწდა ამ ყველაფერთან მიმართებაში, ეგენი ხო, ამათ ხო ხოლმე შაბლონური ლაპარაკი შეუძლიათ. აი ამ ლაპარაკში ეს წამოწდა ამას. და ეხლა ვიღაცას ეთყობა იქ ღარიბაშვილი ყავ დაჭერილი და ღარიბაშვილს უნდა გადააბრალონ ის ყველაფერი, რომ ღარიბაშვილის მთავრობა ეჩალიჩებოდა ეთყობა თურქ ინვესტორს, ახლა თურქ ინვესტორი არ გამოვოდა ღიად არ დაგელაპარაკებად და არ მოგიყვებათ იმას. რაც იქ ხდება. იქ რაც ხდება, ეს იყო უსინდისობა. ეს იყო უსინდი. იგივე ის ხალხი იქ ვითომ რო აპროტესტებდნენ, თავის დროზე ფლაიერებს არიგებდნენ და დარბოდნენ ახლა და აქეთ აპროტესტებდა ის ვარლამიკო და იქეთ ბიძამისი იმას, რა ქვია, ენკაზე მუშაობდა და სვარჩიკად იყო და ისე შემდეგ და ესე არ მინდა ეხლა მე მაგ ხალხზე ლაპარაკი, უბრალოდ დრომ ყველას და ყველაფერს გამოაჩინა და ყველაფერს ახადა ფარდა და ყველაფერს დაუსვა დიაგნოზი. ვის უყვარდა ქვეყანა და ვის არ უყვარდა. ვინ აკეთებდა საქმეს რეალურად და ვის ფეხებზე ეკიდა და ვის მისი ინტერესები ჰქონდა. აი სამწუხაროდ აი აქამდე მივედით, კაი. აი ეს არის მონური ფსიქოლოგიის საზოგადოება და ეს არის მონური ფსიქოლოგიის მართლობა საქართველოში. სადაც აი ამ საზოგადოებას შეიძლება ყველაფერი აკადრო. ახლა მე რო ამას ვლაპარაკობ, ხო, ეს ბევრს ეწყინება, იმიტომ რომ თავის დროზე ას ქვია ძმაო იმაზე როგორ ამას ამბობ, იქ ამდენი ხანი კარავში ეძინა და ვასკლავთ ბიჭუნა და ესე შემდეგ და ესე შემდეგ. ამაში იყო ძმაო. ეს იყო სიმართლე. სიმართლე თუ გაინტერესებთ, ეს იყო წილები ვერ გაიყვეს და ამიტომ წავიდა თურქ ინვესტორი. თურქ ინვესტორს 100% ჰქონდა 99 წლით 126 ლარად ნაყიდი. და ჰქონდა უსაზღვრო ლიმიტი. რატო გაყოფდა ის? რა სულელი იყო? თვითონ აეშენებია, თვითონ გაეკეთებია და მე წილები ამათვის ეჭმია? რა თქმა უნდა, რა ადგა ახლა ეს დებილი არის ყوادგა და აი ხელში ჰქონდა ყველაფერი ამათი ხელმოწერილი და წავიდა და იჩივლა. და აიღებს მილიარდებს ახლა იქედა. რა ენაღვლება? ფეხებზე არ კიდია ის ესი? წავა სადმე ნახავს კიდე დაქცეულ ქვეყანას ყველგან ააშენებს. ან ესენი ააშენებიებენ სხვა იმით ბენკას სახელით და იმით. და ეს უნდა გადაიხადოთ თქვენ მე ჩვენ და დაგვრალდება ჩვენ. ვითომ ჩვენ გავაფორმეთ ის ხელშეკრულება. ვითომ ჩვენ მივეცით საშუალება და ხალხს შეუქმნეს ილუზია, რომ ვითომ ხალხმა ესა რა ქვია გაყარა ისინი აქედან. აი ესა სამწუხაროდ და საუბედუროდ აი ეს ხდება საქართველოში და ყველა ეს პოლიტიკური აქციები, რომელზეც ხალხის განწყობა არის 100-დან 99% კი არა 100% არის ბინძურად გამოყენებული. ყველა ბინძური ძალა საქართველოში მე არაფერი არ იხარჯება ფული. საქართველოში არის ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია, ამდენი პარტია, ამდენი მოძრაობა, ამდენი ყველაფერი იმისთვისაა, რომ ვიღაცამ ვიღაცის ინტერესი გაატაროს. და ესაა შედეგი. კმაყოფილი არიან ახლა ყველა კმაყოფილი არიან რო კითხო, იქ იმათმა თავისი დაფინანსებები მიიღეს, იქ მთელი პუბლიკა, მთელი ცნობადობა მიიღეს, შეინჭირიმე, შენგენათო გადაადეთ იქ, გადახედეთ ერთ ზოგიერთებმა იქ რო მოპროტესტე ხალხმა, ზოგმა რა ბინები იყიდეს და ზოგმა რა ბიზნესები გახსნა. ჩემზე კარგად იციან იმათ.
ხო და ეს დაუფასდათ ამ ხალხს. დაუფასდათ ამ ხალხს. ძმაო შედეგი ასეა, ხვალ შემოვა ბენკა, ეკნებათ რაღაცა სხვა გარიგება და ისევ საშენდება. ეს კაცშვილი აღარ გავა უკვე მაგემას. მე მინდა უბრალოდ ერთი რაღაცა ვთქვა. სვანეთი არის მომდევნო გეგმა. სვანეთი არის მომდევნო გეგმა ხუდონთან დაკავშირებით, ნესკასთან დაკავშირებით და აქედანვე ვამბობ, ესენი არ მოისვენებენ, არ დაისვენებენ. ის ინფორმაციას არსებობს, რომ ქვემო სვანეთიდან გზა, იმიტომ გააკეთეს, რომ ზემო სვანეთის გზა უნდა ჩაიკეტოს. რატომ უნდა ჩაიკეტოს, იცით? იმიტომ რომ ზუსტად იმ ხრიდან არის გასასვლელი ემაზე, რა ქვია. მესტიაში ასასვლელი გზა იქედან არის ხუდონზე. კარიბჭე, რაც იყო ისტორიულად სოფელი ხაიში, სვანეთის კარიბჭე, აი ის უნდა დაიძიროს. და ისა ასასვლელი და ამიტომ გააკეთეს მეორე გზა. თუ არა მათ ხალხი და აბა ეხლა დაცელილი სოფლები ადარდებთ, ამას და ხალხი ადარდებთ რამეში? ამაში არის ეს ფული. აუცილებლად მიადგებიან აი ამ საკითხს და იმ ხუდონსა იმ იმასაც აუცილებლად მოუბრუნდებიან რო იცოდეთ. აგერ თქვენ და აგერ მე დაგანახებთ სულ ცოტა ხანში რა. აი ეს არის ამ ქვეწარმავლების ამოსავალი. ეზიზღება ამ კაცს. ეზიზღება საქართველო, ეზიზღება ქართველიერი, უნდა ქართველიერის ამოწყვეტა, უნდა ქართველიერის გადაშენება, უნდა ქართველიერის გარყונה და დამონება. და ესა რა, გამოდი და ილოცეთ ბიძინას და ეს დასირებული ხალხი წმინდა ბიძინა და ღმერთმა დაალოცოს. აი ამას გიკეთებთ. აი ამას გიკეთებთ. მე გამოვა მისი შვილი და ემიგრაციაში წასული თანამემამულეებზე და იმაზე თვითონაც უწუნებდა ბიძინა. ჩვენი პრობლემა იმაში არისო რომ აი დედებიო რო შვილებსო ემიგრაციიდან ზდიოდა. მე თვითონ ეუბნება და წად საქართველოსდანო კაცო აგერო და მარტო გაკრეფიებთ იმაშიო გერმანიაში ვერ შეგიქნით ვერაფერს სამუშაოს. აი ამ ხალხთან გაქვთ საქმე. და ვინც ამათთან ახართ ხო აბსოლუტურად ვინც ამათ ტაშს უკრავთ ამ ყველაფერზე ჩვეულებრივად მოღალატეები ხართ საქართველოსი რა ყველა კოცი არის საქართველოს დაუნდობელი მოღალატე არ ვიცი ახლა მე ნაცი კოცი ერთმანეთიდან არ ვასწავებ ვინმეს გული არ დაწყდეს ეს ნაც კოციც ერთი და იგივეა ის ნაცებიც ამათ დაფინანსებულია აი ეს ჭირიჭირს ქართველებს და თუ ამ აზრზე ვერ მოვა ქართველიერი ის გადაშენდება და არცა ასეთიერი არსებობის ღირსი ესა ჩემი დამოკიდებულება და ჩემი შეხედულება ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ვისაც სიმართლე არ უყვარს კიდე ხო ну ახლა რავი აღარ მინდა ამდენი ლანძღვა გინება არც იმ თამთაიასი მეშინია და არც არავის მეშინია დავიღალე უკვე ამდენი ლანძღვა გინებით მე თვითონაც ხელში მაგ აგერ ამოსული რა ყველა იმას მეუბნება ნუ იგინები არ გიყვართ ვიზია სიმართლე რო არ გიყვართ სიმართლე ღებულობთ იმას რასაც ღებულობთ ეგა აი ესა აი ნახეთ უახლოეს მომავალში და დაიწყება